საქართველოს ფაქტობრივად ამოვარდა ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და რამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გამოცემა Foreign Policy-სა და Foreign Policy-ის ერთ-ერთი ავტორი და Washington Post-ის თვალსაზრისის გვერდის რედაქტორი ქრისტიან ქერილი აცხადებს, იგი თბილისში ერთი თვის წინ იმყოფებოდა. ქერილის თქმით, მან დამთრგუნველი რეალობა იხილა, როცა ოცნების მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში უშვებს და არც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით დგამს ნაბიჯებს იმიჯის გამოსასწორებლად. ძალიან დამთრგუნველია რიტორიკა, რომელიც ქართული ოცნების მხრიდან ისმის და რა თქმა უნდა, ქმედებებიც მრავალის მეტყველია. როცა ოპოზიციას და მიტინგების მონაწილეებს ციხეში სვამენ და ოცნების პოლიტიკის გაპროტესტების გამო დრაკონულ ჯარიმებს აკისრებენ, მათ აქვთ მაქსიმალისტური დამოკიდებულება. აი, ყველას მუსრი უნდა გავაბლოთ და მერე კი როდესაც პოლიტიკურ მოედანსა თუ ასპარეზს მოვასუფთავებ და ჩვენ გარდა აღარავინ იქნება, დასავლეთსა და ამერიკას მოუწევთ მაინც დაგველაპარაკონ. ძალიან მეეჭვება, რომ ვინმე სამის სურვილი გაუჩნდეს დასავლეთში. მათ ამჟამად საშინელი იმიჯი აქვს და არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გამოასწორონ. საქართველოს ფაქტობრივად ამოვარდა ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებიდან. მახსოვს დრო 2000-იანი წლების დასაწყისი, როცა საქართველოს ძალიან მაღალ ადგილს იკავებდა. ამ სიაში კონგრესშიც ყავდა ძლიერი მხარდამჭერთა ჯგუფი. ხალხი, რომელმაც იცოდა საქართველოს მნიშვნელობა, სად იყო რუკაზე, რატომ იყო მნიშვნელოვანი. დღეს ამას ვეღარ ვხედავ. საქართველოს ნამდვილად გამქრალია რადარებიდან. რაც შეეხება მეგობარი აქტს, ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ ეს კანონპროექტი ამჟამად დამხურჭებულია. ვერ აგროვებს იმ მხარდაჭერას, რაც სჭირდება და ვერ ვხედავ იმ ადამიანს, რომელიც ხელს ჩასჭირდებდა და ფინიშის ხაზამდე მიიტანდა. მგონია ეს იმიტომ ხდება, რომ თეთრსახში სხვა საზრუნავი აქვთ ახლა და ის, რაც საქართველოში ხდება, მათ თვალსაწიერში ვერ ხვდება. მართალი გითხრათ, ძნელად წარმომიდგენია, რომ მარკო რუბიოს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა თვალში მოუვა. ეჭვმეპარება, რომ იგი ოცნებას ოდესმე ამერიკის მეგობრად მოიხსენიებს.